მიკროფონი ჩართულია დაიწყო. მე მარიამი ვარ, ჩემთან ერთად კი ვიკაა. გამარჯობა. მოგესალმებით. მეგობრებო, როგორც ხედავთ, დღეს მარიამს მეორე მარიამის შეცვლის და მე იმედი მაქვს, რომ ის არანაკლებ კარგად გაუძღვება ამ გადაცემას, რომელსაც ასე მოუთმენელად ელოდებით. როგორც ვიკამ თქვა მეგობრებო, ვიზიტიდან დროებით აქ გადმოვინაცვლე და შევეცდები აქაც დავიმსახურო თქვენი ნდობა. ახლა კი შეგახსენებთ ჩვენი Facebook-ის გვერდის მისამართს, სადაც შეგიძლიათ მოგზავნოთ, უყუროთ ჩვენს ვიდეოს, ასევე გაცნოთ სიახლეებს და ჩვენ პირადი თხოვნა იქნება, რომ დავაკომენტაროთ და შეგვაფასოთ, რადგან თქვენი შეფასება ჩვენ ძალიან გვჭირდება. ასევე ველოდებით თქვენგან ახალ იდეებს, წინადადებებს. არ დაიზაროთ, იმეგობრეთ ჩვენთან. და სანამ პირველ რუბრიკას წარმოგიდგენთ, მარიამს თქვენთვის რაღაც აქვს სათქმელი. მეგობრებო, მინდა იმაყურებლის ყურადღება შევაჩერო, ვინც ვიქტორიის გულშემატკივარია და გაგაცნოთ ჩვენი გამარჯვებული გიგი. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან სწორედ გიგი იყო პირველი, რომელმაც ყველას დაასწრო და ჩვენ შეკითხვას უპასუხა. მეგობრებო, მე მაქვს პატივი, რომ გაგაცნოთ ჩვენი ვიქტორინის გამარჯვებული და ეს გახლავთ ყველასთვის საყვარელი წამყვანი გიგი გიგაური. სწორედ გიგი იყო ის პირველი, ვინც ყველას დაასწრო და სწორი პასუხი დააფიქსირა. გიგი, მოგესალმები. მოგესალმები ვიკა, მივესალმები მაყურებელსაც. მე მახსოვს გიგი ჩვენი პირველი ინტერვიუ და მე მოხარული ვარ, რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს. მოდი, პირველ რიგში სწორი პასუხი გითხარი. რა არის ეს ლექსი და ვინ არის ავტორი? ვიქტორინის სწორი პასუხი არის ლადო ასათიანის ლექსი საქართველოში იბადებოდნენ. შეგეძლია გითხრა. ცოტაოდენი. დიახ. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე, რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩდით ამ ქვეყანაზე. გიგი, როგორც ჩანს, შენ ძალიან გიყვარს პოეზია და ლიტერატურა და სიამოვნებით კითხულობ. ეს შემთხვევით ბებიას დამსახურება ხომ არ არის? დიახ, მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა, განსაკუთრებით კი პოეზია. და ეს ჩემი ბებოს დამსახურებაა. და მისი გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი პაპა არჩილ მღერებიშვილი ფილოლოგი იყო, ძალიან განათლებული ადამიანი და ის კი ამბობდა ამ ლექს საქართველოს სადღეგრძელოებში და მისგან გამომყვა პოეზიის სიყვარული. ლადო ასათიანის გარდა კიდევ რომელი პოეტს იცნობ და რომელი პოეტი გიყვარს? ლადო ასათიანის გარდა მე მიყვარს გალაქტიონ ტაბიძე, ანა კალანდაძე, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველა. შენი აზრით, როგორი პოეტია ვაჟა-ფშაველა? როგორც ყველა ამბობს და მეორე სახელი ქვემას, ბუნების მგოსანია და ძალიან მიყვარს მისი ლექსები და განსაკუთრებით მოთხრობები. მეც ძალიან მიყვარს, რადგან ის ბუნებას უფრო სხვანაირად აღიქვამს და ცდილობს, რომ ჩვენ დაგვანახოს ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანი უბრალოდ ვერ ხედავს და ვერ ამჩნევს. და ბოლოს, გიგი, მოდი მაყურებელს ვუთხრათ, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ ბევრი ვიკითხოთ? და რას ურჩევს ჩვენს ტელემაყურებელს? ჩვენ ტელემაყურებლებს ურჩევთ, განსაკუთრებით კი ჩვენს თანატოლებს, ძალიან ცოტა ხანი ვიჯდეთ კომპიუტერებთან და ვიკითხოთ ბევრი ლიტერატურა, განსაკუთრებით კი პოეზია და ამით მივიღებთ ძალიან დიდი სიამოვნებას და მე სიამოვნება მიღებული მაქვს. შენი აზრით, რითი ჯობია წიგნი კომპიუტერს? წიგნი კომპიუტერს იმით ჯობია, რომ კომპიუტერში ვინტერესდებით ჩვენ მარტო თამაშებით და სხვა ყურადღებას არაფერს არ ვაქცევთ და წიგნში ყველა ცოდნას ვიღებს. კარგი, გიგი, სასიამოვნო იყო ჩვენი შეხვედრა და ახლა მე დავუშვებები მაყურებელს. ნახვამდის. ეს გახლდათ ჩვენი ვიქტორინის გამარჯვებული გიგი გიგაური, რომელიც როგორც გაიგეთ არის არამხოლოდ გადაცემის წამყვანი და მუსიკოსი, არამედ პოეზიის მოყვარულიც. ახლა კი ჩვენი პირველი რუბრიკა და ეს გახლავთ ჩემი თანატოლი გიგისთან ერთად. თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ სამუსიკო სკოლების გაერთიანება ზრუნავს ნიჭიერი ახალგაზრდების პოპულარიზაციისთვის. ხდება არამხოლოდ მათი სცენაზე წარმოჩენა, არამედ ჩვენი გადაცემის საშუალებით ვცდილობთ მათი ნიჭიერება, წარმატება მოვიტანოთ თქვენამდე და გაგაცნოთ ისინი. ერთ-ერთ ასეთ ნიჭიერ თანატოლს გიგი გაგვაცნობს.
ეს არის ჩემი თანატოლი გიგისთან ერთად, საღამო მშვიდობისა. დღეს ჩემი თანატოლი წარმოგიდგენთ კაჭრეთის სამუსიკო სკოლის ხალხური შემოქმედების განყოფილების მოსწავლეს ნათია ჩომახაშვილს. მინდა გითხრათ, რომ ეს ის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ნათიამ უკვე დაამთავრა ფორტეპიანოს კლასი და იქ თავისი სასწავლებლის მოსწავლე ხელმეორედ გახდა ახლა უკვე ფანდურის კლასით. მოგესალმებით ნათია, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ. პირიქით დიდი მადლობა თქვენ, მოგესალმებით ასევე. მე ჩვენს მაყურებლებს უკვე ვუთხარი, რომ შენ სასწავლებლის მოსწავლე უკვე ხელმეორედ გახდი. ალბათ ძალიან გიყვარს ხალხური საკრავები და რატომ გადაწყვიტე რომ ხელმეორედ შესულიყავი? კი, მართალია, მეორედ შევედი ფორტეპიანოს დამთავრების შემდეგ ხალხურ საკრავებზე და ძალიან მიყვარს ეს საქმე და ამიტომ გადავწყვიტე რომ შემესწავლა უკეთესად ხალხური საკრავები და დავუფლებოდი მათ ცოდნაში. შენ ხშირად გიწევს სცენაზე გამოსვლა მაყურებლის წინაშე. რას ასრულებდა ეს? რას ნიშნავს შენთვის? დიახ, მართალია, ხშირად მიწევს, ძირითადად ხალხურ საკრავებზე ფანდურით მიწევს, ასევე ვასრულებ კომპოზიტორის სიმღერებს, კომპოზიტორის მიერ შექმნილ სიმღერებს და ეს ჩემთვის დიდი პლუსია, რადგან ვიღებ გამოცდილებას ვიღებ და უფრო დიდ სტიმულს მაძლევს ეს ყველაფერი. თავიდან რამთომ აირჩიე ფორტეპიანო და უფრო რომელი ჟანრისკენ იხლები? თავდაპირველად დედაჩემმა მომიწოდა რომ ფორტეპიანო ამერჩია, მე მაინც არ მომწონდა, თუმცა შესვლის შემდეგ იმდენად მომეწონა ეს საქმე, ჩემმა მასწავლებლებმა შემაყვარეს. თუმცა ამჟამად გადავწყვიტე რომ ფანდურზე შევსულიყავი და უფრო ფანდურს ვანიჭებ უპირატესობას. შენ შორიდან გიწევს სასწავლებლებში სიარული. ეს არ გიქმნის პრობლემებს და ალბათ სხვა მოსწავლეებიც ასე არიან. კი, რა თქმა უნდა, არის რაღაც პრობლემები, რადგან შორი მანძილიდან ძნელია სიარული, თუმცა იმდენად მიყვარს ეს საქმე და ჩემი მასწავლებლები რომ არა მაქვს პრობლემა, რომ უფრო მინდა რომ მალ-მალე ვიარო და ხშირად ვიარო, რადგან უფრო კარგად შევისწავლო ახალი სიმღერები. ვინ არის შენი პედაგოგი და ვინ გეხმარება რომ საფუძვლიანად დაეუფლო ხალხურ შემოქმედებას? ჩემი პედაგოგია ქალბატონი დალიჯი ქურაშვილი, რომელიც განუწყვეტლად ცდილობს შემისწორო შეცდომები, რაღაც ხარვეზები და ახალი სიმღერები მასწავლოს. ახლა მოდი ჩვენთვის რაიმე შეასრულე. კარგით. რა შეგვისრულებთ? შეგისრულებთ ვაშკაც სიალაღებზე. ძალიან კარგად უკრავ და აგრეთვე ძალიან კარგად მღერი ნათია. რა იქნება შენი მომავალი გეგმები და რომელი პროფესიას აირჩევ? ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი სამომავლოდ რა იქნება, თუმცა ვფიქრობ რომ მომავლისთვის უფრო სიმღერას მივანიჭებ უპირატესობას. მე წარმატებებს გისურვებ ნათია. დიდი მადლობა რომ ჩემი სტუმარი იყავი. პირიქით მადლობა თქვენ. მე კი ჩვენს ტელემაყურებლებს შევახსენებ რომ ეს იყო ჩემი თანატოლი და დღეს ჩვენ გაგაცანით კაჭრეთის სამუსიკო სკოლის ხალხური შემოქმედების განყოფილების მოსწავლე ნათია ჩომახაშვილი. მე კი ორი კვირით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.
გამოგწევთ გამოშვებას, თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ. ეს იქნება ჩვენი თანამედროვე პოეტები თუ მწერლები. იმისთვის, რომ არ გაუცხოვდეთ წიგნთან, მოდით კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ ჩვენი ცოდნა და ვინ გვიპასუხებს ყველაზე სწრაფად. ახლა კი პირველ კითხვას დაჩი დაგისვამთ. ეს არის ვიქტორინა დაჩისთან ერთად. მოგესალმებით. თავდაპირველად მე გაგაცნობთ წინა გადაცემაში დასმული შეკითხვის პასუხს. ლექსის სახელწოდებაა საქართველოში, ხოლო ამ ცნობილი ლექსის ავტორია ასევე ყველასათვის ცნობილი და საყვარელი პოეტი ლადო ასათიანი. ახლა კი რაც შეეხება ჩვენს მორიგ შეკითხვას. დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გეცნობათ ეს ცნობილი სტრიქონები, ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული, ვარდნაბარი ფურცელი, ჩვენს ყრმობაში ჩართული. თქვენ უნდა მომწეროთ სწორი პასუხი, თუ ვინ დაწერა ეს ცნობილი სტრიქონები და რა ჰქვია ამ ლექსს. თქვენ უნდა დამირეკოთ ნომერზე 598 30 59 58. ვინც გახდება პირველი სწორი პასუხის ავტორი, ის იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი. ასე რომ იაქტიურეთ. მე კი აქ დაგემშვიდობებით. მომავალ გადაცემამდე. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. სანამ ჩვენ ვიქტორინის შეკითხვას უპასუხებთ, ახლა გავიგოთ საინტერესო ამბები. საინტერესო ამბები, ფოკუსი, მარიამიმ და ვალერიმ მოამზადეს. ეთერშია საინტერესო ამბები, გამარჯობა. მოგესალმებით, მე ვალერი ვარ. ეს არის ფოკუსი. მე და მარიამი წარმოგიდგენთ საინტერესო ამბებს. კანადელი ინვესტორი სახლში შექმნილი ჰაერში მოლიბდივი მფრინავი მანქანით გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მფრინავი მანქანა ტბის ზედაპირზე უკვე გამოცადეს. მანქანა 300 მეტრის სიმაღლეზე უპრობლემოდ დაფრინავდა. იორდანიის მღვიმეში ლითონის წიგნები აღმოაჩინეს, რომელმაც შეიძლება ბიბლიური ისტორიის სადმე ჩვენი დამოკიდებულება შეცვალოს. კოლექცია 70 ციცქნა წიგნისგან შედგება, რომელთა ტყავის გვერდები აკინძულია მავთულით. მეხუთე კლასელი გოგონა კი უკვე წარმატებით მართავს საქველმოქმედო ორგანიზაციას. მანდი 7 წლის იყო, როდესაც თავისი სურვილი დედას განდო. ეს იდეა კი რეალობად იქცა. პატარა ქველმოქმედი 5-დან 12 წლამდე აზაკის ბავშვებს დაბადების დღეებს უხდის. დღის ბოლოს კი იუბილარი განსაკუთრებულ საჩუქარს იღებს. აბრაჰიმი ჯერ მხოლოდ 11 წლისაა და უკვე 3 სპეციალობის დაუფლება შესძლო. ესენია ზოგადი მეცნიერება, ფიზიკა და უცხო ენები. როგორც პატარა გენიოსი ამბობს, სკოლა მისთვის მოსაწყენი იყო და საშინაო სწავლა ამჯობინა. ამ ხერხით სკოლა 10 წლის ასაკში დაამთავრა და 7 წლის უკვე ლექციებზე დადიოდა. ზღვის ლომი პატარა გოგონას დაუმეგობრდა. მათ ერთმანეთის ზოოპარკში გაიცნეს. იმის მიუხედავად, რომ ლომი აკვარიუმში ცხოვრობს, მათ საერთო ენა მალე გამონახეს და დაჭერობანაც ითამაშეს. მასწავლებელმა თავი თვითონაც გადაიხოტრა, რომ ბიჭუნა მოსწავლეების დაცინვისგან დაეცვა. ბავშვებმა ძალიან იმხიარულეს მასწავლებლის გადაწყვეტილებით. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა მასწავლებელი მოსწავლეს მხარში დაუდგა. ასეთი იყო საინტერესო ამბები. ჩვენ ერთმანეთს ორი კვირის შემდეგ შევხვდებით. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. ჩვენ ისევ თქვენთან ერთად ვართ და საინტერესო ამბებიდან ჩვენ ზოოპარკში უნდა გადავინაცვლოთ, სადაც თომა და მარიამი გველოდებიან. როგორ მოგზაურობენ გადამფრენი ფრინველები და რა ბარიერები ხვდებათ მათ? მოდით გავიგოთ ამ რუბრიკიდან. მაგრამ მე აღფრთოვანებული ვარ, იმიტომ რომ არ მოველოდი თუ ადამიანები ასე ზრუნავდნენ ფრინველებზე და ცხოველებზე და ამ ყველაფრის შესახებ მარიამი და თომა გვესაუბრებიან.
მშვიდობისა, ეს არის ზოოპარკში, მე თომა, ჩემთან ერთად კი მარი. მოგესალმებით, მეგობრებო, მოგესალმებით, თომა. დღეს გადამფრენ ფრინველებზე მოგიყვებით. როდესაც გადაფრენი ფრინველები სანაპიროს გასწვრივ მიფრინავენ, ღამით ორიენტირებას ვარსკვლავების მიხედვით ახდენენ. მაღალი შენობების განათება მათ გზას უბნევს და კედლებს ეჯახებიან. ასეთი განათების გამო ამერიკაში მილიონამდე ფრინველი იღუპება. სწორედ ამიტომ ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ფრინველებს დაეხმარონ და შენობების გარეთ განათება გათიშონ. გათიშო წელიწადის იმ დროს, როცა ფრინველების გადაფრენა პიკს აღწევს გაზაფხულზე და შემოდგომაზე. აქციის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მათ დაეხმარებათ, რომლებიც ტყეებში, ტბებში და ღვინოებში ცხოვრობენ. აი როგორც ვნავე ფრინველებზე, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია, თომა. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით, ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. ბრუნდებით მეგობრებო და ჩვენი მომდევნო რუბრიკა ჩვენ ყველაზე პატარა ტელემაყურებლისთვის არის განკუთვნილი. მოდით ახლა ყველამ ერთად დავითვალოთ, რასაც ჩვენი პატარა ნიკა დაგვეხმარება, ასე რომ სათამაშოების დროა ახლა ეთერში. მოგესალმებით, მე ნიკა ვარ. და ეს არის რუბრიკა სათამაშოები. დღეს ჩვენ ვისწავლით თითებზე დათვლას. მოდი დავიწყოთ. აბა თუ იცი ეს რამდენია? 1-ია, დიახ, 2-ია, მართალია 1-ია. აბა თუ იცი ეს რამდენია? 3-ია. არა. აბა კარგად დააკვირდი, მართალია 3-ია. აბა თუ იცი ეს რამდენია? 5-ია. რა მაგარი ბიჭი ხარ, მართლა 5-ია. აბა თუ იცი ეს რამდენია? 0-ია. აბა კარგად დააკვირდი, მართალია 0-ია. აბა თუ იცი ეს რამდენია? 2-ია. დიახ, 2-ია. აბა თუ იცი ეს რამდენია? 7-ია. დიახ, 2-ია, მართალია 7-ია. აბა თუ იცი ეს რამდენია? 8 არის. დიახ, 2-ია, მართალია 8 არის. აბა თუ იცი ეს რამდენია? 9. დიახ, 2-ია, მართალია 9 არის. აი სულ ეს იყო. სახლშიც გავაგრძელოთ. მე მომავალ გადაცემამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა მეორდება ხვალ დილის ეთერში. ასევე თუ თქვენ ვერ მოახერხეთ ყურება, ეს ნამდვილად არ იქნება პრობლემა, რადგან თქვენ შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით გვიყუროთ. ეს იქნება YouTube, MyVideoG თუ Facebook-ის გვერდი. ახლა უნდა გავიგოთ ფერადი ამბები, რომელიც ალექსანდრემ და ნინომ მოამზადეს. ფერად ამბებს კი სპორტის სიახლეები დაასრულებს გიორგისთან ერთად. საღამო მშვიდობისა. ჩვენ ორი კვირის შემდეგ ისე თქვენთან ვართ და ფერად ამბებს გაგაცნობთ. საღამო მშვიდობისა. ჩინეთში ავტობუსი გამოიგონეს, რომელიც
საცობებს არ ქმნის. ავტობუსი 1200 ადამიანს იტევს, 5 მეტრი სიმაღლეა და მის ქვეშ ავტომობილებს 2 რიგად შეუძლიათ მოძრაობა. საქართველოს კულტურის და ძეგლთა დასვის სამინისტრომ სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო. ექსკურსია მუზეუმებში მოსწავლეებისათვის შემეცნებითი ტურების მოწყობას გულისხმობს. თუ გადაწყვეტთ მონაწილეობას ამ პროექტში, რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე უნდა გაიაროთ. თბილისის ზოოპარკში პატარა ნუკრი დაიბადა. დედაც და შვილიც თავს კარგად გრძნობენ. პატარას ხან ვალიერში სძინავს, ხან გარეთ გამოყავს დედიკოს სასეირნოდ. ნიუტონის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებმა ანასტასია გაბელიამ და ნიკუშა ნიკოლაძემ წარმატება მოიპოვეს ევერესტის ოლიმპიადაზე. ნიუტონის სკოლა ამაყობს თავისი ნიჭიერი მონდომებული მოსწავლეები და ულოცავს მათ ამ წარმატებას. ამ მილოცვას მე და ალექსანდრეც უერთდებით. საფრანგეთის სუპერმარკეტებში მორჩენილი პროდუქტები ქველმოქმედებას მოხმარდება. ახალი კანონი გრძელავს იმ პროდუქტების გადაყრას, რომლებიც ჯერ არ გაყიდულა. ცნობილი გახდა ესთეტიკური აღზრდის ცენტრის მიერ ჩატარებული ვალსების კონკურსის შედეგები. პირველი ადგილი გურჯაანის სამუსიკო სკოლიდან წილად ხვდა ნათია სოღოლაშვილს. მეორე ადგილი კი გიორგი დოლენჯაშვილმა დაიკავა. ულოცავთ მათ ამ წარმატებას. აი ასეთი იყო ფერადი ამბები დღეს. ჩვენ ორი კვირით გემშვიდობებით ნახვამდის. ეთერშია სპორტის ამბები. გიორგისთან ერთად გამარჯობა. ოლიმპიური ცეცხლი უკვე საქართველოშია და ის მოილის მთელ საქართველოს. 14 ივლისს ოლიმპიური ჯირაღდანი თბილისში შევა. საქართველო უკვე 35 ქვეყანაა, სადაც ოლიმპიური ცეცხლი ნამყოფია. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2015 დასრულდა. საფინალო კვირეული ბათუმში გაიმართა. მანამდე კი შეჯიბრება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ჩატარდა. გორის დილა საქართველოს ჩემპიონია. ფეხბურთელებს ოქროს მედალი ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა. საფრანგეთის ღია პირველობის შესარჩევ ეტაპზე ნიკოლოზ ბაშილაშვილმა ამერიკელი მეტოქე ჩოგბურთში დაამარცხა. ამ დროისათვის სულ ეს იყო. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის. ბრუნდებით მეგობრებო, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემა იმით არის გამორჩეული, რომ ის მრავალფეროვანია. თქვენ შეგიძლიათ, რომ გამოგვეხმაუროთ, თუ რა საკითხზე გსურთ, რომ ვისაუბროთ. ახლა კი ერთად გავიგოთ, რას გვეტყვის ლიკა. ლიკას რჩევები ეს ძალიან საინტერესო რუბრიკაა და ძალიან სასარგებლო, რადგან ეს რუბრიკა ჯანმრთელობას ეხება და ლიკას თქმის არ იყოს, ჯანმრთელობის გარეშეც ყველაფერი არაფერია. გეთანხმები ვიკა. მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო. მე ლიკა ვარ. ჩვენი რუბრიკა ჯანმრთელობას ეხება, რადგან ჯანმრთელობის გარეშე ყველაფერი არაფერია. დღეს მინდა გესაუბროთ სახსრების ანთებით დაავადებაზე, რომელსაც ართრიტს უწოდებენ. ართრიტის დროს დამახასიათებელია ტკივილი სახსრებში. ტკივილი ძლიერდება განსაკუთრებით მოძრაობის დროს. ართრიტსთან ახლავს სახსრის შეშუპება, ფორმის შეცვლა და სახსრის განის გაცითლება. თუ ერთი სახსრის ანთებაა, მონოართრიტს უწოდებენ და თუ მრავალი სახსრის ანთებაა, პოლიართრიტს უწოდებენ. ართრიტი ორგვარია, მწვავე და ქრონიკული. მწვავე ართრიტის დროს შეიძლება უცებ დაიწყოს ტკივილი სახსრებში და ტემპერატურამაც აიწიოს. და ქრონიკული ართრიტი კი ნელა მიმდინარეობს. ართრიტის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს ინფექციური დაავადებები და ორგანიზმში არსებული ანთებითი კერები.
ართრიტის წარმოშობის მიზეზი კიდევ შეიძლება იყოს არაინფექციური დაავადებებიც, მაგალითად ართროზები, ალერგიები, ვიტამინების ნაკლებობა, ნერვული სისტემის დარღვევა და მრავალი სხვა. ართრიტის სამკურნალოდ აუცილებლად მიმართეთ ექიმ რევმატოლოგს. მე მინდა მოგცეთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევა და ყურადღებით მომისმინეთ. არ გადაიციოთ სხეული, განსაკუთრებით ფეხები მოარიდეთ ცივ წყალს. ჩაიცვით კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რადგან თავიდან აიჯიდოთ სახსრის ტრავმა. ერიდეთ ალერგიული ბუნების პროდუქტების გამოყენებას. მიიღეთ ვიტამინებით მდიდარი პროდუქტი ცოცხლად. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელი სახსრები არის ადამიანის ლამაზი გარეგნობის საწინდარი. დღეისათვის სულ ეს იყო. მეორე კვირით და გამშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. თქვენ უყურებთ მიკროფონი ჩართულიას და ახლა ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ სალონში, სადაც თავისუფალ თემაზე ვისაუბრებთ. ვარ თუ არა სპორტულები და რას ვაკეთებთ ამისთვის? ეს იქნება მათი მსჯელობის საგანი. მანამდე კი მინდა ამ კითხვით ვიკასთან გადავიდე. ვიკა, რა სიტყვი ხარ სპორტული? რაც შეეხება მე მარიამ, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ ვიყო სპორტული, რადგან ეს ერთ-ერთი ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ასე ვთქვათ სტილია. მაგრამ დროის ფაქტორი არის, რომ მე ვერ ვახერხებ რომ სპორტს მივყვე. ასევე ჩემი სურვილიც არის, იმიტომ რომ არის ეს სპორტი, რომელიც მე არ მოწონს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს სურვა და საფრთხილობით ყოველთვის ზღვაზე დავდივარ და ვცურავ ხოლმე. მარიამი, მაინტერესებს, შენ რამდენად ახერხებ, რომ ჯანსაღ ცხოვრებას მიყვე? სიმართლე რომ გითხრა უკა, ჯანსაღი ცხოვრების წესით ნამდვილად არ ვცხოვრობ. უბრალოდ ამის დრო არ მაქვს, მაგრამ ძალიან მინდა რომ ასე ვიცხოვრო და ასევე კიდევ მინდა რომ სპორტის რომელიმე წრეზეც ვიარო. მარიამი, შენი აზრით ეს რატომ არის აუცილებელი? იმისთვის რომ ვიყოთ ჯანმრთელები პირველ რიგში და მაყურებლებს მოუწოდებთ რომ იყვებეთ ჯანსაღად და იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. მოგესალმებით, მე ქრისტინა ვარ, ჩემთან ერთად არიან თათული და ლიკა. მეგობრებო, დღეს ჩვენ ძალიან სახალისო თემაზე ვისაუბრებთ. როგორია ჩვენი დამოკიდებულება სპორტის მიმართ და ვართ თუ არა სპორტულები? ლიკა, დადიხარ სპორტის რომელიმე სახეობაზე და თუ მიგიღია მონაწილეობა შეჯიბრებებში? მე არ დავდივარ სპორტზე, რადგან მე ჯერ პატარა ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს სპორტი. ვფიქრობ, რომ გავიზრდები მეც მივიდე სპორტზე, რადგან სპორტი არის ადამიანის ჯანმრთელობის საწინდარი. თათული, შენ დადიხარ სპორტის რომელიმე სახეობაზე და მიგიღია მონაწილეობა შეჯიბრებაში? ქრისტინა, მე მინდა გითხრა, რომ სპორტის რომელიმე სახეობაზე არ დავდივარ და შესაბამისად შეჯიბრებებშიც არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ სპორტის რამოდენიმე სახეობა მომწონს. მე სპორტის რომელიმე სახეობაზე არ დავდივარ, მაგრამ სკოლის სპორტულ შეჯიბრებაში აქტიურად ვიღებ მონაწილეობას და დიპლომიც მაქვს აღებული. თუ როდის მე გადავწყვეტ, რომ სპორტის რომელიმე სახეობაზე მინდა სიარული, ეს სახეობები იქნება კარატე, ცურვა ან ჩოგბურთი. ლიკა, რომელ სპორტულ გუნდს შემატკივრებ და თუ უყურებ სპორტულ გადაცემებს? მე ძალიან მიყვარს სკოლებს შორის გამართული შეჯიბრებები უყურებ და გულშემატკივრობ. მე ასევე ძალიან მიყვარს მხიარულთა და საზრიანთა კლუბი. ერთი სული მაქროდის გავიზრდები, რომ მეც მივიღო მონაწილეობა. რომელ სპორტულ გუნდს გულშემატკივრებ და თუ მიგიღია მონაწილეობა და რომელ სპორტულ გუნდს გულშემატკივრებ და თუ უყურებ სპორტულ გადაცემებს?
ქრისტინა, მე მინდა გითხრა, რომ სპორტულ გუნდებიდან ბევრს არ გულშემატკივრობ, მხოლოდ რამოდენიმე სპორტის სახეობა მომწონს, როგორც გითხარი, მაგრამ სპორტულ გადაცემებს არ ვუყურებ. მე მხოლოდ იმ სპორტულ გადაცემებს ვუყურებ, რომლის სპორტის სახეობაც მიყვარს. მაგალითად, როდესაც გადაცემა კარატეზე, ჩოგბურთზე ან ცურვაზეა და აქედან გამომდინარე ერთ კონკრეტულ პიროვნებას გულშემატკივრობ. ლიკა, შესაძლებლობა რომ იყოს ფეხით ახვიდოდი კიბეზე თუ ლიფტით, ვინმე მოგთხოვოს ღობეზე უნდა გადახვიდეო გადაჭრები? ფეხით კიბეზე ასვლა იგივე ფიზიკური აქტივობაა და მე რა თქმა უნდა მას ავირჩევ და რაც შეეხება ღობეზე გადაცრომას, მე ამას არ გავაკეთებ, რადგან ხომ შეიძლება 1000 ფათერაკი გადამეყაროს და თუ იმას დახმარება სჭირდება და აუცილებელია გადავწრები, აბარას უცავ, მაგრამ უმისეზოთ მე არ გადავწრები. ქათული, შენ გადაძვრები ღობეზე. სიმართლე გითხრა, ღობეზე გადაძრომა ნამდვილად არ მეხერხება და თუ საჭიროება მოითხოვს, შეიძლება გადავძვრე. რაც შეეხება, შეიძლება თუ საშუალება მექნება, რომ ლიფტით ვისარგებლო, თუ რა მიზეზი მექნება, რომ ლიფტით ვისარგებლო, ნამდვილად ლიფტით ვისარგებლებდი, მაგრამ თუ ნამდვილად არ მექნებოდა იმის მიზეზი, რომ ლიფტით ავსულიყავი, ვამჯობინებდი კიბით ასვლას. თუ ძალიან მაღლა უნდა და თან ბარგით თუ მაქვს. რატომ დავიღალო? ლიფტით ავალ, მაგრამ თუ ცოტა დაბლა უნდა ავიდე, ვეცდები რომ ფეხით ავიდე ხოლმე კიბეზე. რაც შეეხება ღობეს, რა სიმაღლისაა, ეს არის მთავარი. ლიკა, მოგწონს ინტელექტუალური თამაშები? მე ეს თამაშები ძალიან მომწონს, განსაკუთრებით რა სადროს, როდის მართალია მე პატარა ვარ და მონაწილეობას ვერ მივიღებ, მაგრამ ისე მომწონს, რომ მინდა მთელი დღე უყურებ. მაგრამ ჩემი ასაკისათვის ჯერ ქალაქობანა. მე ეს თამაშიც ესე მიყვარს, რომ ყველა ჩემი თანატოლი აკლებული მყავს ამ თამაშით და ყოველდღე თამაშობ ხოლმე და რა თქმა უნდა მე ვიგებ. თათული, შენ გიზიდავს ინტელექტუალური თამაშები? ქრისტინა, მე მინდა გითხრა, რომ ინტელექტუალური თამაშები მომწონს. და ხანდახან ჩემს სკოლაშიც იმართება ხოლმე ასეთი შეჯიბრებები და ყოველთვის ვცდილობ, რომ მონაწილეობა მივიღო. მე ინტელექტუალური თამაშები ძალიან მიყვარს და მათ თამაშზე უარს არასოდეს ვამბობ. მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი დამოკიდებულება სპორტის მიმართ. შეიძლება ჩვენ დიდი სპორტსმენები არ დავდგეთ, მაგრამ თუ ყოველთვის ფორმაში ვიქნებით, ვერც ავადმყოფობა მოგვერევა და მაგრები ვიქნებით. ამით ჩვენი დისკუსია დამთავრებულია. მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის. ამასობაში კი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. გმადლობთ იმისთვის, რომ ამ ხნის განმავლობაში იყავით ჩვენთან ერთად. მე შეგახსენებ ჩვენი Facebook-ის გვერდის მისამართს და არ დაიზაროთ, მოიწონეთ და გააზიარეთ. გადაცემას კი უძღვებოდით მე და ვიკა. ჩვენ კი სულ რაღაც 2 კვირით დაგემშვიდობებით. ნახვამდის.